2018 წლის 18 მაისი. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ თარიღს, რადგან ეს საქმე ეხება PDD-ს ეხლანდელ დაწყებულ სასამართლოს. და რა მოხდა ამ დღეს? დონალდ ტრამპის გოლფ კლუბში შეიჭრა პიროვნება ჯონატან ოტი. ის იყო შეიარაღებული, გაჰყვიროდა, რაც ტრამპის წინააღმდეგ იყო. ტრამპი მისთვის იყო კორუმპირებული, იყო და არის კორუმპირებული პიროვნება. ასევე ბარაკ ობამა არის CIA-ის აგენტი და PDD არის ილუმინატი რაღაცა, სამ პიროვნებას ლანძღავდა ეს შეიარაღებული კაცი და ეს სამ პიროვნება იყო ტრამპი, ობამა და PDD. ეს პიროვნება დააკავეს, მან ცეცხლი გაუხსნა პოლიციას და დღემდე ინტერნეტში არის ცნობა, აი მაგალითად ChatGPT-სთან გადავამოწმე, ეს ის ცნობა არის, თითქოს ამ პიროვნებას უნდოდა სუიციდი, მაგრამ არა საკუთარი ხელით, არამედ პოლიციის ხელით. ანუ მას უნდოდა, რომ პოლიციას ის მოეკლა. და რატომ? საბედნიეროდ დააკავეს ცოცხალი და ჯანმრთელი. წაიყვანეს ციხეში და მთელი დაკითხვის ვიდეო არის ატვირთული YouTube-ზე. და დიდი მადლობა იმას, ვინც ატვირთა ეს ვიდეო. რა ხდება დაკითხვაზე და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს PDD-ის ეხლანდელ საქმესთან? დაკითხვაზე ეს პიროვნება ამბობს, რომ მას PDD-ის ცოლთან და ასევე PDD-ისთან ჰქონდა კავშირი, +18 კავშირი. PDD-ის ცოლთან, Casey-სთან და PDD-ისთან. PDD მკარნახობდაო, რა უნდა მექნაო მის ცოლთანო. ამ ყველაფრის ჩანაწერი ჰქონდა და რა თქმა უნდა, PDD-ის დაემუქრა, რომ ამ ყველაფერს გაუსაჯაროებდა, რადგან PDD-ისგან გადაედო რაღაც დაავადება. გადაედო ეს რაღაც ვირუსი PDD-ისგან. ის ამბობს დაკითხვაზე, რომ ვიდეო ჩანაწერი მისი ხელით გაანადგურა, თუმცა ის არ უთქვამს, რომ მან ხელშეკრულება დადო PDD-ისთან გაუთქმელობის. და სწორედ ეს ხელშეკრულება არის ახლა გავრცელებული ინტერნეტში, რადგან რამოდენიმე დღის წინ ამ კაცის, ჯონატანის ცოლმა მიიტანა სასამართლოზე ეს ცნობა, რომელზეც არის PDD-ის ხელმოწერა და ასევე ამ პიროვნების ხელმოწერა. ანუ დადასტურებული ფურცელია გაუთქმელობის. და ის კომპენსაციის სახით მიიღებდა $50 მილიონ. წარმოიდგინეთ, ამდენი თანხა უნდა მიიღოს და უცებ დგება ეს კაც და იქცევა რაღაც უაზროდ საქციელს. ანუ რატო ხო? თუ გაძლევენ ამდენ თანხას, კაი, დამშვიდი იყავი შენთვის, იცხოვრე, გააგრძელე ცხოვრება ისე როგორც ცხოვრობდი, ხო? არა, ეს პიროვნება შეიჭრა ტრამპის გოლფის კლუბში, რატომღაც, ხო? რას ამბობს ის ასევე დაკითხვაზე? ის ისმენდა PDD-ის საუბრებს, რომლებიც ხორციელდებოდა ტელევიზორიდან, სპიკერიდან და მობილურიდან. ბიზნეს საქმიანობებს. ეს პიროვნება ამბობს, რომ მათ თვითმფრინავით და ზღვით შემოაქვთ კოკო და სხვა მრავალი წამალი. ზღვით შემოაქვთ ისე, რომ საზღვარზე ნებას რთავს ამერიკის ხელისუფლება და ასევე ეს ყველაფერი იცის მთავრობამ და მაინც ჩუმად არიან. და ეს ხალხი არის ილუმინატები, CIA-ის წევრები. საუბარი არის ტრამპზე, PDD-ზე, ბარაკ ობამაზე. ასევე მან ახსენა ის, რომ ტყუპების აქტი როცა განხორციელდა ტერორისტული, როცა თვითმფრინავი შეიჭრა შენობაში, ეგ ყველაფერი იყო დადგმული CIA-ის მიერ და მასში მონაწილეობდა ბარაკ ობამა და ბინ ლადენი საერთოდ იყო გამოგონილი პერსონაჟი. ეს ახლა რამდენად მას ეხება და რამდენად სიმართლეს ამბობს, არავინ არ იცის. აი თქვენ მე გაწვდით ინფორმაციას, თქვენ გინ დაუჯერეთ მას, გინ არ დაუჯეროთ. კომენტარებში არ შემედაოთ, რომ ვაიმე შენ ხალხს აბოლებ და რაღაცა. მე გეუბნებით იმ ფაქტს, რაც არის გავრცელებული. გჯერათ, დაიჯერეთ, არ გჯერათ, არ დაიჯეროთ. ის ასევე ამბობს, რომ წამალი რაც შემოქონდათ როგორც თვითმფრინავებით, ასევე ზღვით, ეს იყო სითხე. და აბა გავიხსენოთ PDD-ისთან სახლში რა აღმოაჩინეს 1000 ბოთლი ჯონსონს ბეიბის სეთი. მე რატომღაც მიფიქრება, რომ სწორედ მაგ სითხის სახით იყო წამალი. ასევე ამ პიროვნებამ თქვა, რომ ეს PDD ამ წამალს იღებდა ყოველ დღე, მუდმივად იღებდა ამ წამალს. ამ წამლის მიღებას
რაც იყო სითხის სახით აიძულებდა მის მონებს და სხვადასხვის საკუთარ თავსაც მონას უწოდებს ეს პიროვნება ჯონატანი. მე ვიყავი ფიდირის მონა. ამას აცხადებს დაკითხვაზე და ყველაზე საინტერესო რა არის ამ ყველაფერში, ხო? მან ცეცხლი გაუხსნა პოლიციას. და მისი სასამართლო ჯერ კიდევ არ ყოფილა, ჯერ კიდევ არ მიუსჩიათ მისთვის ციხე. თუმცა ის 2018 წლიდან უკვე ზის და ელოდება, როდის ჩაინიშნება სასამართლო. ანუ იქამდე იყო რაღაც განხილვები. თუმცა ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანიათ ამ პიროვნებისთვის და წარმოიდგინეთ 2018 წლიდან დღემდე პიროვნება სრულიად უაზროდ ზის ციხეში. და რატომ სრულიად უაზროდ? ეს პიროვნება შერაცხეს გიჟად, რადგან ეს ყველაფერი მოხდა 2018 წელს. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი მომხდარიყო ახლა. აი ახლა რომ დატრიალებულიყო ეს ამბავი, ამ კაცს ეთქვა რომ მე გამწარდი, მე ვიყავი მათი მონა, ისინი არიან ილუმინატები და უშუალოდ ისიც თქვა სხვათა შორის რომ ცხოველებს აწამებენო და თავიანთი ოჯახებით არიან ჩართული ამ ყველაფერშიო და CIA-ის პროგრამას იყენებენ გონებისთვის, რომელიც აპროგრამებს ადამიანს. ნუ თუმცა მე არ ვიცი რაზეა საუბარი, მაგრამ გითარგმნით. ამ პროგრამას იყენებდნენ რომ დაეპროგრამებინათ ხალხი, როგორ იაზრონებდნენ და ასე შემდეგ. შეათიკრიბებიან, ხვდებიან ერთმანეთს, აქვთ რაღაც შინაური წრე გაკეთებული, ასევე მსხვერპლს შეწირვით არიან დაკავებულები, სისხლის დალევითო და მსგავსი ფაქტები, რაც მან ჩამოთვალა, არის სიგიჟე. მე მყავსო თუ მყავდაო 15 მანქანაო, საკმაოდ დიდი სახლიო, ანუ ძალიან კარგად ცხოვრობდიო და კარგად ვიციო რა ხალხთანაც მქონდა საქმეო. აფრიკაში გავიზარდეო და ფიდიდისთან დავმეგობდი, იმიტომ რომ ძალიან კარგი პიროვნება მეგონაო. თუმცა შემდეგ უკვე რაც მოყვა, შეგიძლიათ მის ჩანაწერში მოისმინოთ. მან ლობის ერთ-ერთ დახლზე გადაფინა ამერიკის დროშა, გაჰყვირო და ანტიტრამპულ განცხადებებს ისროდა ჰაერში, სანამ პოლიციასთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში მოხდებოდა. მოდი ვიმსჯელოთ ერთ რაღაცაზე. მან ამ ვიდეოში ახსენა, სანამ ამ დაკითხვა ახლა დაწყებული იყო და ამბობს, რომ Rick Ross, P. Diddy და DJ Khaled არიან გეები და მათ რაღაც ფართები და წოვლებები აქვთ ერთად. ამ სახელგვარების ჩამოთვლის შემდეგ ამბობს, რომ DJ Khaled ერთ-ერთი ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც ჩვენ ვიცით, მას აფინანსებს და მას მისი მხარდამჭერიაო. DJ Khaled-ზე მაქვს საუბარი. ეს ახალდაწყებული იყო დაკითხვა, როცა ეს რაღაცები თქვა, ხო? აი წარმოიდგინეთ, დაიჭირეს პიროვნება და დაახლოებით პირველი 5-10 წუთის განმავლობაში რაზეც საუბრობს, ეს არის P. Diddy და მისი სამეგობრო. და წარმოიდგინეთ, დღემდე ინტერნეტი მეუნება, აი ინტერნეტი რა, ChatGPT მეუნება, რომ დღემდე გაურკვეველია, რატომ ჩაიდინა ეს? ზუსტი მოტივი დღემდე გაურკვეველია. რატომ ჩაიდინა ეს? თუმცა, აზრი იმისა, რომ ეს სპეციალურად სუიციდისთვის გააკეთა, რომ პოლიციას მოეკლა, ის ამ პოლიციას დაეჭირა და უსაფრთხოდ ეგრძნო თავი. მოდი სხვანაირად შევხედოთ ამ ყველაფერს. წარმოიდგინეთ, რომ ამ პიროვნებას აქვს დოკუმენტი სახლში დადებული, სადაც არის გაუთქმელობის ხელმოწერა ფიდიდისთან ერთად რაღაც ხელმოწერილი დოკუმენტი და 50 მილიონით აუნაზღაურებენ მას ზიანს. მორალურ ზიანს და გადამდებ ინფექციას. ალბათ კუნალობას დააფინანსებენ თუ რა ვიცი. თუ ფინანსდება ეგეც არ ვიცი. თუ ფინანსდება რა, თუ იკურნება ეგეც არ ვიცი ეგ. აი სხვა კუთხით რომ შევხედოთ, ძალიან ბევრი პიროვნება არის ფიდიდის ირგვლივ გარდაცვლილი. თუნდაც ავიღოთ თუფაკი, რომელიც ყოველთვის ფიდიდის ლანძღავდა და ხას უსვამდა, გადამტერებული იყო პირდაპირ ფიდიდის. აი იმის თქვა მინდა, რომ შესაძლოა ამ პიროვნებას ვიღაცა დამოკრებოდა იმითი, რომ მოკლავდნენ და ამდგარი იყო და ესეთი სისულელი რაღაც უაზრო საქციელი ჩაედინა, რის გამოც უეჭველი დაიჭერდნენ და ან მოკლავდნენ, იმიტომ რომ ცეცხლი გაუხსნა პოლიციას, ხო?
რაღაც ძალიან საინტერესო თემასთან გვაქვს საქმე. რა ხდება დღეს და საიდან მოვედით აქამდე, ხო? დაიწყო ფიდირის სასამართლო და უკვე მეორე დღეს ჯონატანის ცოლმა მოიტანა დოკუმენტი, რომელიც არის ფიდირის მიერ ხელმოწერილი. გაუთქმელობის დოკუმენტი. ეს კაცი იყო მონა, მეძავი მონა, ფიდირის და ფიდირის ცოლის кейსის. ეს დოკუმენტი სასამართლოს ღიად წარუდგინეს და ეს დოკუმენტი ახლა ინტერნეტში დევს. ანუ რას ნიშნავს? ამ პიროვნებამ ჯონატანმა რაც ისაუბრა წინა ვიდეოში შესაძლოა 100 თუ არა 80%-ით მაინც იყოს სიმართლე. თქვენ რას ფიქრობთ? ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ ფაქტთან დაკავშირებით. მე მეფიქრება, რომ ეს პიროვნება არის მართალი. იყო მართალი და ვფიქრობ დღემდე სულ ტყუილად ზის ციხეში, ან იმიტომ ზის, რომ თავს იცავს იმის გარო მოკლავენ. ფიდირი გაანადგურებს. მსგავსი შთაბეჭდილება მრჩება. ივნისში თუ ივლისში არის გადადებული მის სასამართლო, როგორც გითხარით 2018 წლიდან მოყოლებული, გადადეს და ამდენი წელი ეს პიროვნება ზის ციხეში. მას არავინ არ მოუკლავს, ის შეიჭრა და შემდეგ ბოდიშები იხადა, რომ დიდი ბოდიში არ მინდოდა რომ ზიანი მიყენები და რაღაცა მსგავსი სიტყვები. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სასამართლოს დაწყებიდან 5 თუ 10 წუთი იყო გასული, პრესა ამბობს ამას, რომ 10 წუთი იყო გასული, როცა ფიდირის ადვოკატმა მოითხოვა 2 წუთიანი შესვენება. რადგან გასული იყო საფიფარეშოში. ფიდირი. ანუ გავიდა საფიფარეშოში და ისე მალე მობრუნდა უკან, რომ ვერცერთ საქმეს ვერ მოასწრებდაო, ესე ამბობდნენ იქ მყოფი ჟურნალისტები. ანუ ძალიან მალე წავიდა და დაბრუნდა. თუ არ ვცდები, ეს ყველაფერი მოხდა გუშინ. თუ არ ვცდები. თუმცა არ ვიცი მე ამ ვიდეოს ოდის დავდები, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ დაახლოებით რა დროზე მაქვს საუბარი და რამდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები. ეს დოკუმენტი უკვე სასამართლოს ხელშია და ფიდირის ასევე ასამართლებენ 200 რაღაცა პიროვნების ტრაფიკინგში. ერთი სასწაული მოვლენა უკვე მოხდა. ეს კაცი მართალია აღმოჩნდა მისი დოკუმენტით და მისი დამოწმებით. ყალბი დოკუმენტი რომ ყოფილიყო სასამართლოზე ამას არ წარადგენდნენ, იმიტომ რომ უკვე შემოწებული და უკვე გასწორებული იქნებოდა. რადგან ეს სასამართლო არ არის რაღაც ჩვეულებრივი სასამართლო. მასზე განსაკუთრებით ყველაზე ძვირიანი ადვოკატები ყავს ფიდირის დაქირავებული, ვინც კი ალბათ დედამიწაზე საერთოდ დადის ყველაზე ძვირიანი ადვოკატები დაიქირავა. ამიტომ მანდ ყალბი დოკუმენტის წარდგენა საკმაოდ რთული იქნება, რადგან უეჭველი შეამოწმებენ, ხო? ეს დოკუმენტი უკვე დადასტურებულად გავრცელდა. რაც ამოწმებს იმ ფაქტს, რომ ეს მეძავი პიროვნება კაცი, ჯონატანი იყო მართალი. და ჩემი აზრით, მან თავი არიდა იმას, რომ ფიდირის ხელში ჩავარდნილიყო, ან დონალდ ტრამპის ხელში ჩავარდნილიყო და მაგიტო მოიქცა ეგრე. მაგიტო შეიჭრა გოლფ კლუბში, მაგიტო დაიწყო სროლა, რომ პოლიციას დაეჭირა ან მოეკლათ. რადგან არ უნდა თვითმკვლელობა. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პოდკასტის წამყვანი გოგონა როთენ მანგო ქვია, ის პრესის წარმომადგენელია, შევიდა სასამართლოზე, ახსნა თუ როგორი შენობა, რომ ეს დარბაზი გავს ტაძარს, ძალიან დიდია ზომაში, ძალიან დიდი ჭაღები არის სავსე ჭერი. როთენ მანგოზე თუ შეხვალთ, ეს გოგონა საკმაოდ დეტალურად აღწერს ყველა პიროვნებას, ყველა ადვოკატს, ვინც კი ფიდირის ყავს, თავიდან ბოლომდე აღწერს, აი თმიდან დაწყებული, თვალების მოძრაობით დამთავრებული, ყველაფერს აღწერს, როგორი იქცეოდნენ ისინი, როგორი იყო სხდომა, როგორი იქცეოდა ფიდირი, რომ ის ხშირად ირტყამდა მარცხენა მუხზე ხელს, რომ ის ხშირად ითრევს მარცხენა ფეხს და ისე დადის. მსგავს დეტალებში არ შევალ, მგონი უკვე შევედი. მაინტერესებს ჯონატანზე რას ფიქრობთ და
ძალიან მეწოდებაა ეს კაცი. 7 წელი არის პიროვნება ციხეში. და ჯერ მისჭილი არ აქვს. აუცილებლად მოგაწვით ახალ ამბავს, როცა ის ხელთ გვექნება. მე ყავს დღეს 950 გამომწერი მყავს. 50 გამომწერი დამრჩა და 1000 გამომწერი მეყოლება. თუ მჯეროდეს, მართლა არ მჯერა. რანაირად? დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კაკად.